აფხაზეთი ჩემთვის არის სახლი, რომელიც ძალიან შორს არის და მიუწვდომელია. სახლი, რომელიც ჩემს წარმოსახვაში არსებობს, მაგრამ არასდროს არ მინახავს. მშობლები გამუდმებით საუბრობდნენ აფხაზეთის შესახებ. იხსენებდნენ ჩვენს სახლს, თუ როგორ კარგ დროს ატარებდნენ, როგორი სხვანაირი იყო აფხაზეთში ცხოვრება. იყო დიდი მონატრება, დიდი ტკივილი და რა თქმა უნდა, ჩემი ბავშვობა უკავშირდება სწორედ ამ მოგონებებს. დავიცავი მაგისტრის ხარისხი, სადაც სწორედ ამაზე ვსაუბრობ, თუ აი როგორ დაილექა ჩვენს მეხსიერებაში ის ტრამვა, ის ომი, რაც ჩვენ გამოვიარეთ. და სწორედ ესე ერქვა ომი ქალის მეხსიერებაში და ძირითადად შევეხე 92-93 წლის მოვლენებს. ჩატეხილი ხიდის გამთელება მეტად რთული პროცესი არის. თუმცა მგონია, რომ ჩვენ ახალგაზრდებს, ქართულ და აფხაზ ახალგაზრდებს შეგვიძლია ურთიერთობის აღდგენა. ამისათვის აუცილებელია ერთმანეთთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, ხშირი შეხვედრები, ჩვენი კულტურის გაცვლა, რაც შემდგომში უფრო სხვანაირად დაგვანახებს ერთმანეთს და ასე ვთქვათ, რაღაცა ხავსი გაჩნდება, რომელსაც შეიძლება ჩავეჭიდოთ. მე 30 წლის ვარ და 30 წელია ყოველ დღე ველოდები, როდის დავბრუნდები აფხაზეთში და მე მინდა გულით ჯეროდეს, ანუ ალბათ შინაგანად მჯერა კიდევაც, რომ მართლა დავბრუნდები.